მოგესალმებით, მეგობრებო. იუპიტერზე მინდა მოკლე ვიდეო ჩაგიწეროთ კიდევ ერთხელ. წინასე ავხსენი, როგორ მუშაობს პირად რუკაში იუპიტერი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა ენერგია არის იუპიტერი? ორი ვიდეო ჩავწერე მარტო იუპიტერის ახსნაზე და შეგიძლიათ ნახოთ და ნიშნებზე რომ იყავი იუპიტერიანულ ენერგიაზე, ხომ? ეხლა მე გავჩერდი უკვე კირჩხიბამდე მივედი და ეხლა ლომში მინდა აგიხსენოთ, როგორ მუშაობს იუპიტერი ლომში. ძალიან მოკლედ გეტყვით, მაინც რომ იუპიტერი არის გაფართოება, ყველაფერს ადიდებს, რა ნიშანში წხდება, რა ასპექტებსაც აკეთებს, ყველაფერი დიდდება. ზოგჯერ შეიძლება ნეგატიურადაც კი გადიდდეს და იუპიტერი შესაბამისად ნიშნებში უარყოფით თვისებებსაც იძლევა. ხშირად, ანუ ადიდებს ნეგატიურ მახასიათებლებსაც, ნიშნის და პოზიტიურ მახასიათებლებსაც. გააჩნია ადამიანს, რამდენად გააცნობიერებს ამას, მაგალითად, რამდენად არ გადაიყვანს ნეგატივისკენ. ასპექტებსაც გააჩნია, რაც უფრო ჰარმონიული არის იუპიტერიანული ასპექტები, მით უფრო პოზიტიურად იყენებს გაფართოებას ადამიანი და არ არის ნეგატივის გაფართოებაზე ორიენტირებული. მაგრამ ისე სტრუქტურულად რო აგიხსნათ იუპიტერი ლომში, როგორი ენერგეტიკული ველი აქვს ადამიანს, ხო? ძალიან ხშირად ახლა ცოტა შემოული ისევ და ხშირად ადამიანებს აქვთ როგორ რაღაც იცით რომ იბნევიან, ისიც ვარ, ხო? ახლა ვენერა, იქ იუპიტერი, იქ მთვარე და სხვა ნიშნებში და ძალიან უჭირთ დაკავშირება ეს ერთმანეთს. სინამდვილეში მარტივი არის თუ ჩვენ თავში კარგად ვერ ყვევით. იმიტომ რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი სფერო, მეგობრებო. ეხლა მე როდესაც მთვარეზე ვლაპარაკობ, ხო, ეს არის შიდა კომფორტი, მე სად ვარ ემოციურად კომფორტულად, ხო? ეს არ არის იუპიტერული ენერგია. მთვარე არ მინდა გავიტანო ხალხში, არ მინდა აქ აღიარება, აქ მინდა ჩემთვის პირადად, ხო, ჩემი კომფორტისთვის. და იუპიტერი როცა გაგვაქვს, ესე რომ ვთქვათ, ხო, ეს გვინდა უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობაში ჩავთოთ. ეს არის სად მივიღებ მე გაფართოებას, სად მივიღებ იღბალს და ყველაზე მარტივად რო გითხრათ, რა მაბედნიერებს, რა სიტუაციაში მე ვგრძნობ თავს იღბლიანად და პოზიტიურად, ხო? ფუნქცია იუპიტერიანული ენერგიის ეს არის. და ლომი ჩვენთან რა არის? ეს არის მხიარულება, ეს არის ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად ამ მდებარეობის ხალხი ძალიან ჩანან საზოგადოებაში, არიან ლიდერულ პოზიციაზე მაგალითად. ისინი შეიძლება უფრო გულით იღებენ გადაწყვეტილებებს, იცულოვნად მაგალითად. აი ეგრევე აქვთ, რომ აი მე მართვა შემიძლია, გუნდი შევკრა. ეს შემიძლია მაგალითად, იმიტომ რომ ლომი ეს არის ლიდერობა, არა ინდივიდუალური, როგორც ვერძი, რომ მე მივდივარ და თუ გინდა გამომყევით. ლომი არის უფრო ჯგუფს რო შეკრავს და უფრო გუნდში კარგად რო გააერთიანებს ადამიანებს მაგალითად. ხო, უფრო ეს ტენდენცია ვლინდება ხოლმე. უბრალოდ მე იცით როგორ რაღაც ხდება, რომ ცოტა თუ არის ნეგატიური ასპექტები, ეს შეიძლება გადავიდეს სიამაყე, მაგალითად ეს არის ცოტა ამპარტავნებისკენ მიდრეკილება. ახლა ყველას გვაქვს რაღაც კუთხით ესეთ თვისებები, ეს ოკეია, მაგრამ თუ არის ძალიან გამოკვეთილად ნეგატიურ ასპექტებში იუპიტერი, შეიძლება გადავიდეს უკვე რომ მხოლოდ მე მინდა გამოვჩნდე, ცოტა ნარცისული ფსიქოტიპი შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა თუ კარგად იყენებს ადამიანი თავის იუპიტერს, ეს შეიძლება ჩანდეს ძალიან აქტიურად პოლიტიკაში ჩანდეს მაგალითად. აი სცენაზე რო დგას ადამიანი, ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად, აი სცენაზე რო დგას ადამიანი და მას უყურებენ, მას აკვირდებიან. მსახიობები გამოდიან ძალიან აქტიურად მაგალითად სხვადასხვა სფეროში, ეს კინემატოგრაფია იქნება, ეს ფოტოგრაფია იქნება თუ აი სცენაზე რო დგას ადამიანი, ხომ? სადღაც რომ მართავენ რაღაც სფეროს მაგალითად, როგორც წესი, ან ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებენ, აი დირექტორი, ძალიან ისე მკვეთრად გამოხატული, ან მენეჯერი, მაგალითად, მართველი. აი სადაც გუნდის კრეატიული მმართველობა არის საჭირო, როგორც წესი ეს იუპიტერთან არის ყოველთვის დაკავშირებული. იუპიტერიანული ენერგია, იმიტომ რომ საზოგადოებაში ჩვენი შარმი, როგორც წესი, იუპიტერულ ენერგიაში ჩანს და როგორ გვიყურებენ სოციუმში, როგორ გაგვაქვს ჩვენი ენერგია, სად გვაქვს იღბლის შანსი მაგალითად, ამას იუპიტერი განაგებს და როგორც წესი, ეს იუპიტერი ვლინდება ხოლმე პლუს კიდევ ან ბავშვებთან ურთიერთობაში, ან სადაც თამაში არის საჭირო, შეიძლება ეს გუნდური
მოთამაშე იყოს, შეიძლება გუნდის შემკვრელი იყოს მაგალითად, შეიძლება იყოს ან პიარის სფეროში მაგალითად, სადაც საჭირო არის იქ რაღაც თემების, აი შოუთ ქცევა, პიარის კუთხით, ან მენეჯერი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მართავს დიდ კომპანიას მაგალითად, ხო? პოლიტიკოსებშიც ხშირად ხდება ეს იუპიტერი, იმიტომ რომ ზოგადად იუპიტერი პოლიტიკასაც მართავს თანამდებობებს. რატომ? იმიტომ რომ მზე არის აქ თავარ ფოკუსში იუპიტერი ლომში, ეს არის მისი მართველი ლომის არის მზე. მზე უკავშირდება ცნობად სახეებს, გავლენიან ფიგურებს მაგალითად და როგორც წესი ამ იუპიტერის ხალხი ან აი კარგად თუ მუშაობს იუპიტერი და აქტიურად აქ ადამიანს ჩართული იუპიტერული ენერგია შეიძლება კონდეს ურთიერთობა აი ძალიან ცნობილ ადამიანებთან, იქნებიან ეს პოლიტიკური ფიგურები, იქნებიან ეს მუსიკოსები, ან მსახიობები, ან გავლენიანი ფიგურები, მათ ცხოვრებაში აქტიურად ვლინდებიან. აი ვიწებებთ იუპიტერულ ენერგიაში, ჩვენ გარემოს ვიწებებთ, ესე რომ ვთქვათ და ლომი როგორც წესი აი აღიარება ან განვითარება აი ამ ცნობილი ადამიანებისგანაც შეიძლება მოსდიოდეს ადამიანს, ან თვითონ ხდებოდეს ესეთ ატმოსფეროში, სადაც გავლენიანი ფიგურები არიან და თვითონაც გახდეს მერე გავლენიანი ფიგურა, ყოველ შემთხვევაში ამის ძლიერი მცდელობა არის ხოლმე და იზიდავთ, იცით, აი ესეთი კაშკაშა გარემო, ისე მარტივად რო გითხრათ, კაშკაშა ნიშნავს სადაც აი ესეთი მზის ფიგურები არიან, აი იქ იზიდავთ იმ გარემოში ამ ადამიანებს, ხო? და თუ აქ არ არიან, სადაც აი ესეთი ატმოსფერო არის, აქვთ განცდა, რომ იუპიტერი არა მაქვს ჩართული ცხოვრებაში, არ მუშაობს ჩემი იუპიტერი, ანუ ბედნიერებას ვერ ვგრძნობ, იღბალს ვერ ვგრძნობ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის იუპიტერის გახსნა, დავინახოთ ხოლმე ჩვენი ფუნქცია, სად გვყავს იუპიტერი, იმ ნიშანში ჩვენ გვჭირდება აღიარება, განვითარება, თვითგამოხატვა, მაგალითად აუცილებელი არის და მანდაც უყურებთ ხოლმე იუპიტერი რა ასპექტებშია, რა უშლის ხელს, რომელ სახლში არის მაგალითად, რა შეიძლება კიდე მეტი გააკეთოს ადამიანმა, რომ იუპიტერი გაიხსნას, ეს არის გულითადი ადამიანი, კარგად თუ მუშაობს ადამიანთან, ეს არის დიდსულოვანი, ყველას რო ეხმარება, ცოტა შინაგანად мотиваციას რო აძლევენ სხვებს მაგალითად, რომ აი, ისე ლიდერი ვერ გახდები, ხო? თუ სხვებთან არ იყავი რაღაცნაირად გადაწყვეტილების მიღები, აქტიური, თბილი, ხო, ვერ მოახდენ, უბრალოდ ლიდერობას ვერ შეძლებ, ხო, გარკვეულწილად. ძალა უნდა იგრძნობოდეს შენს უკან და კარგი იუპიტერის შემთხვევაში ეს ძალა აქვთ ლომში, ეს ძალა არის, რომ მე ვანათებ, მე მჯერა რასაც ვაკეთებ, მე ვიღებ პასუხისგებლობებს, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ლომი ხშირად არის პასუხისგებლობასთან ჩვენთან კავშირში, არა სატურნულ პასუხისგებლობასთან, როგორც იძულებით ან ტვირთად. ეს არის პასუხისგებლობა, როდესაც მე რასაც ჩემ თავზე ვიღებ, იმას პასუხს ვაგებ, ანუ მე შემიძლია ამას გავყვებოლომდე. მე შემიძლია ავიღო ჩემ თავზე აი ეს ლიდერული ფუნქციები, აი ამ პასუხისგებლობაზე მაქვს საუბარი და ამ ადამიანებს ხშირად უჩანთ ეს შინაგანი შარმი, შინაგანი მიზიდულობა, პასუხისგებლობის განცდა და ძალიან პოზიტიურად შეუძლიათ ეს იუპიტერი ამუშავონ, ძალიან ბევრს ცნობად სახეს ლომური ენერგია აქვს ხოლმე აქტიური, რომელიც აი ამ სითბოსთან, აი ამ რაღაც ლიდერულ პასუხისგებლობასთან არის კავშირში და ძალიან შარმიანებიც ხდებიან ხოლმე, ანუ კაშკაშა ენერგია შეიძლება მოდიოდეს ამ ხალხისგან. რაღაცნაირად რო ენდობი შენ დაუნებურად, რო ენდობი და მიყვები, აი ეს ენერგეტიკა არის, თუ ამ იუპიტერთან ძალიან კარგად არის ადამიანი ინტეგრირებული, ხო, შინაგანად თუ აქვს აი სენსი, ესე რომ ვთქვა, შეგრძნება, მე ვიცი, სად ვარ მე იხბლიანი და რა ენერგია უნდა გამოვავლინო, ხო? იჭერს იუპიტერულ ენერგიას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავარი არის, რომ ან ლილიტით, ან რაღაცით არ იყოს ჭყალებში გაფუჭებული ეს იუპიტერული ენერგია. ნეგატიურად შეიძლება სიამაყე გამოვლინდეს ძლიერი და ის ტენდენცია რომ აი ვატიშით ეს ტენდენცია რომ მე უნდა ვმართო აქ ყველაფერი ან ჩემი ეგო
რომ ახლა არის, რაც ყველას აქვს ხო გეუბნებით, მაგრამ ამ ზოგადად იუპიტერის ზონაში ცოტა გახასიათებს ხოლმე თუ არის ცოტა ნეგატიურ ასპექტებში გადაჭარბება. მაგალითად, ან გადაჭარბება, ეხლა კირჩხიბზე რო ახსენეთ, გადაჭარბებული მგზნობელობა შეიძლება გამოვლინდეს აქ, მაგალითად, ხო? ან გადაჭარბებული ზრუნველობა შეიძლება გამოვლინდეს, იმიტომ რომ იუპიტერი ადიდებს ყველაფერს, ეს არის გადაჭარბება. ყველაფერში ვაჭარბებთ, სადაც იუპიტერი გყავს. და აი ამ გადაჭარბებაში თვით გადარწმუნებულობა გადამეტებულად შეიძლება გამოვლინდეს. ზედმეტად შეიძლება იყოს ადამიანი თავის თავში დარწმუნებული და ზოგჯერ ისეთ რაღაც აიღოს თავის თავზე, რომელიც არ იყოს თულად ისე, როგორც მას გონია, ოღონდ ხო გეუბნებით ეს პერიოდულად ყოველთვის არის და მნიშვნელოვანი არის ამ იუპიტერის დაკორება გაკონტროლება. ქალწული საერთოდ სხვა ენერგეტიკა არის. იუპიტერი ქალწულში საერთოდ სხვანაირად მუშაობს. ქალწული ჩვენთან საკმაოდ შვიდი არაკაშკაშა ნიშანი არის. ეს არის დეტალებზე ორიენტირების ენერგია. ძალიან დაკორვებული არის იუპიტერი ქალწული დეტალებზე, ანალიტიკური აზროვნება აქვს, იღბალი, რომელიც მოდის შინაგანი მაგალითად პერფექციონიზმისგან, დაკორვებისგან. ქალწულში ნეგატიურად შეიძლება გამოვლინდეს ის, რომ სულ გონიათ, რომ რაღაც არ არის ბოლომდე დაალაგებული, ბოლომდე მოწესრიგებული, ან საკუთარ თავში ეძებდნენ სულ წვრილმანებს, ეს არ მწოს, ის არ მივარგა, აი მეტის და მეტის მოთხოვნილება, რომ ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად. ძალიან კარგი მუშაკები არიან, ძალიან კარგი აი შინაგანი იღბალი მოდის მაგალითად, რამდენადაც მე სამსახურებრივ სფეროში ვარ ჩაფლული, მნიშვნელოვანი არის ამ იუპიტერისთვის, რომ იმუშაოს დეტალებზე, მაგალითად, ემსახუროს, აი ფსიქოტიპით, რომ ემსახურება გარემოს, მაგალითად, რაღაცა კუთხით. კარგი ექიმები ხდებიან, იმიტომ რომ სამედიცინო სფერო ეს ქალწული არის, ან აი ძალიან ჩვეულებრივ, ყველაზე საშუალო დონეზე რო გითხრათ, იუპიტერი ქალწული, მანქანებთან არის ქალწული დაკავშირებული, ბევრი დეტალი არის მანქანებში და აწყო, ხო? აი ძალიან კარგად შეიძლება გამოვიდეს, აი თავისი მანქანის პროფილაქტიკა მოაწყოს. აი ყველაზე მარტივად, აი ჩვეულებრივად ყოველგვარი დიდი ფილოსოფიების გარშე ძალიან კარგად გამოუვა მაგალითად. ან აინტერესებთ ისეთი სფეროები, რაც აი ბევრი წვრილმანი არის დასალაგებელი. ფირმაში წავედი, უამრავი პრობლემა იყო იქ და მივდივარ დაისტრუქტურა მეც, აი დავალაგო, ავაწყო სისტემა მაგალითად. სისტემის აწყობა ჩვენთან ქალწულთან არის დაკავშირებული. ისე ლამაზად, ისე სუფთად აგიწყობენ რაღაცეებს, ხო? და ისე პრაგმატულად ეს მიწიერი არის, იქ ლომს თუ უნდა აღრთოვანება, დიდი ტაში, აღიარება, აქ ქალწულს უნდა უბრალოდ თავისთვის წყნარად შვიდად იმუშაოს, აწყოს სისტემა. დაულაგოს ადამიანებს მაგალითად იქ სხვადასხვა პრობლემები. ვიღაცა ყვების სფეროში შეიძლება ძალიან წარმატებული გახდეს, ვიღაცა შეიძლება სამედიცინო სფეროში იყოს, ვიღაცა სისტემებს აწყობდეს მაგალითად კარგად, სუფთად, აი სუფთა ხელი შეიძლება გქონდეთ, სუფთა შინაგანი მოთხოვნილება სისუფთავის ყველა დონეზე შეიძლება ეს იყოს და აი აქ ძალიან კარგად მუშაობს ეს იუპიტერი, აძლევს ადამიანს ჯერ ეს იღბალს სამსახურში, ყოველთვის ჩდება ის ტენდენცია, რომელიც დაუფასდება, რამდენადაც ეს ადამიანი იქნება ანალიტიკაში ან შეიძლება ბუღალტერიაში წავიდეს, შეიძლება აი იქ სადაც ანალიტიკური, ზუსტი აი დეტალებზე ორიენტირება არის საჭირო, ციფრებთან ურთიერთობა მაგალითად იქ ფიზიკოსი, ქიმიკოსი, აი ესეთი ტენდენციები ქალწულთან არის დაკავშირებული და იუპიტერი იღბალს გვიხსნის. იმ სფეროებში ჩვენ წარმატების მაღალი შანსი გვაქვს. ამიტომ გითხარით, რომ ზოგჯერ სამედიცინო სფეროში მიდიან, ზოგჯერ ესეთ უბრალოდ სისტემის კარგი ამწყობები ხდებიან. სხვათა შორის პოლიცია ჩვენთან არის ქალწული თევზების ღერძი. მანდაც მუშაობენ ძალიან კარგად, სისტემაში კარგად ჯდებიან ხოლმე, აი ესეთ, აი როგორი სისტემა არის ისეთ ქალწული, აი ძალიან დიდ სურათში რო გითხრათ, აი ჭანჭიკი რო უნდა იყო დიდი სისტემის და ამ სისტემას ამუშავებ შენ რაღაცა კუთხით, ხო? აი შენ მართავ ამ წვრილმან დეტალებში ამ სისტემებს მეკოწიწა სისტემებში მუშაობ ძალიან კარგად გამოსდით მაგალითად, ხო?
ასევე კარგად უკავშირდება ჯანსაღყვებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილს და ხშირად შეიძლება ძალიან პოპულარულებიც გახდნენ სხვადასხვა კუთხით, რომელიც ჯანსაღყვებასთან არის კავშირში, ვარჯიშთან არის კავშირში, მაგალითად მოსწონთ ეს სფეროები, იზიდავთ ეს სფეროები და ხშირად არის ის ტენდენცია, რომ დიდი მოთხოვნილება არის დავალაგო ჩემი ცხოვრება, დავალაგო ზოგადად რასაც მოვკიდებ ხელს, ყველაფერი უნდა იყოს სუსტად, სუფთად და აი ესე პრაგმატულად დალაგებული. თუ ადამიანი ამ იუპიტერით არ მუშაობს, სამსახური არ აქვს, არ აქვს გასაწყობის სისტემა, არ არის რუტინაში, იმიტომ რომ ხალწული რუტინას მოითხოვს, ლომი თუ არის გამოენთება და ყველა ატაშს დაუკრავს და მე შედის და იქ დღესასწაულები, ღონისძიებები და სხვა შორის ღონისძიებებში ძალიან აქტიურები არიან ხოლმე იუპიტერი ლომები. ხალწული არის უფრო რომ მას ჭირდება რუტინა იყოს გაწერილი, კონდეს თავის საქმე, დილიდან საღამომდე იქნება ეს თუ რა, მუშაობდეს და აქ არის ბედნიერი. ანუ იყვალი მოდის რამდენადაც არის დეტალებზე, შრომაზე ორიენტირებული ადამიანი, რამდენადაც შეუძლია მას ის თავისი შინაგანი მოთხოვნილებები შიდა რომ მე მინდა რეჟიმი მქონდეს, მე მინდა გრაფიკი მქონდეს, მე მინდა რაღაც სისტემებში ვიყო, სისტემის ნაწილი ვიყო და ამ სისტემას მე მსახურო ფილოსოფიურად, ფსიქოლოგიურად, პრაქტიკულად ამის ის თუ ხდება შინაგანად შეხება ამ ყველაფერთან. ამ ადამიანს უბრალოდ იყვალი აქვს, ბედნიერად გრძნობს თავს, რაც არ უნდა იყოს იქ პრობლემებიც რომ კონდეს სამსახურებრივ თემებში, მაინც კარგად გრძნობს თავს, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი რუტინა, მე მაქვს ჩემი რეჟიმი, ვიცი ყოველ ჯერზე რას როგორ ვაკეთებ. თუ ეს არ არის, ეს ნიშნავს რომ ადამიანი არ ზის იუპიტერზე, რაღაც სხვა ენერგიაზე ზის, მათ პირად რუკაში უყურებთ ხოლმე რა გვიჭერს ჩვენ იღბლისგან, რა სფეროში არ ვართ, რომლისგანაც შეგვეძლო უბრალოდ ბედნიერები ყოფილიყავით, ხო? მარტივად რო გითხრათ, აი ძალიან მნიშვნელოვანია იუპიტერის ენერგიის გაცნობიერება, თავისაც რანიშაში ყავთ იუპიტერი, შეგიძლიათ კარგად ჩაუხმავდეთ. ხართ იმ სფეროებში თუ არ ხართ, ეგ პირდაპირ მიანიშნებს თქვენ ხართ ბედნიერები თუ არ ხართ, ხო? ეს ძალიან მარტივად იუპიტერით შეგვიძლია გავარკვიოთ ხოლმე. სად არის გაფართოების შესაძლებლობა? შეიძლება პარტნიორთან იყოს ეს გაფართოება მაგალითად, ხო? აი პარტნიორს რას გულისხმობ, იცით? აი თუ მაყავს იუპიტერი ლომში, ჩემი მეუღლე მაგალითად რაღაცნაირად მეხმარება მე, ხო? რაღაცნაირად რომ ჩემი იუპიტერი გამოვავლინო, ან მე ვეხმარები მას ჩემი ის თვით შეფასებაში, ან განვითარებაში, ან კაშკაშში მაგალითად, ხო? ანუ ეს იუპიტერი არის გადამდები, ამიტომ გეუბნებით და თუ ჩვენ იუპიტერს ვიჭერთ გარშემოც ამ იუპიტერულ ენერგიას ვავრცელებთ მაგალითად და ჩვენ ვეხებით სხვებსაც, ეს არ არის ჩაკეტილი ჩემი ენერგია, ხო? ეს არის გარემოზე ზემოქმედების ენერგია. ბედნიერი მე ვარ და სხვასაც ვეხმარები, ეგეთი რაღაცა გამოდის. აი ეს არის იუპიტერი ხალწულის თემა, ამიტომ სარგებელი შემოგვიძლია ხოლმე ჩვენი იუპიტერით მოვიტანოთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვასწავლე ხოლმე მაგალითად ის ასტროლოგიას. ამ იუპიტერს გავდივართ უკვე პირად რუკებით, რამდენად გრძნობთ ჩვენ ამ ბედნიერებას, რამდენად ვერ გრძნობთ, რა გვაქვს გასასწორებელი, რა გვაქვს შესაცვლელი მაგალითად, რას ვაცნობიერებთ, რას ვერ ვაცნობიერებთ, ფართო ხედვა ეს ყოველთვის იუპიტერთან არის დაკავშირებული, დაიმახსოვრეთ. შემდეგი არის იუპიტერი სასწორის ზოდიაქოში და ეს კიდე განსხვავებული ენერგია არის. სასწორი ეს არის ბალანსი, ეს არის პარტნიორობა, ეს არის თანამშრომლობა, ეს არის შინაგანი საზღვრები, როდესაც ადამიანი ჯერს ერთის ავლენს ჰარმონიას, სილამაზეს, კარგი იუპიტერს გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში, ამ იუპიტერის მოთხოვნილება არის, რომ მე ვუყურებ სამყაროს, ჩემი ღირებულებათა სისტემა არის, სამყარო უნდა იყოს ლამაზი, ჰარმონიული, ურთიერთ გაგებაში და ეს იუპიტერი აბსოლუტურად გამორიცხავს აგრესიას, გამორიცხავს უხეშობას, არ უყვარს საზღვრების დარღვევა სხვებისთვის, რაც იუპიტერი ვერძისგან ძალიან რადიკალურად განსხვავდება მაგალითად, არ უყვარს ლიდერობა ამ იუპიტერს, იმიტომ რომ ეს არის რომ ჩვენ ერთად პარტნიორულ ენერგიაში საზოგადოებასთან ერთად ჩვენ რაღაცები უნდა ვაკეთოთ, ხო? ანუ იმის აზრიც მაინტერესებს, ამისიც, იმისიც. ეს აბსოლუტურად ყველასთან თანამშრომლობს, ეს იუპიტერი არის, ხო?
ეს ადამიანი იზრდება თანამშრომლობით, პარტნიორობით, ხებთან ურთიერთობით და ეს მისი ღირებულებათა სისტემა არის. მისი საყრდენი, მისი წმენა, იუპიტერი ჩვენთან წმენა არის, რომ მხოლოდ აი ამ ჰარმონიით, ამ თანამშრომლობით შეიძლება მივაღწიო მე ბედნიერებას. კლასიკურ ფორმულაში ხშირად უმართლებთ პარტნიორულ ურთიერთობებში, მეუღლე, რომელიც მისთვის იღბლის მომტანი შეიძლება გახდეს, ან იუპიტერის ენერგია, მეუღლე, რომელიც ჩემი დიდი პრობლემა ხდება, ხო? იუპიტერი ადიდებს ამ ყველაფერს, თუმცა აქ ნაკლებად არის ხოლმე ამის ალბათობა, რომ ეს დიდი პრობლემა გახდეს. უფრო იღბალი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მაინც იუპიტერული ენერგია არის აქ. მან გააჩნია თუ ახლა მძიმე ასპექტები არის, მე ველოდებოდი რაღაც დიდი იღბალს და მივიღე მცირე იღბალი თუ სატურნი არის, ხო? ან მე ველოდებოდი რაღაც დიდ გაფართოებას და ცოტა დააგვიანა ამან. აი შეიძლება ეს სატურნული ენერგია ლოდინთან იყოს კავშირში, ან პლუტონი რაღაცა აი მძიმე ტრანსფორმაციასთან იყოს კავშირში, ხო, იქ ასპექტებს უყურებთ. იუპიტერის სასწორელი ავლენს გარემოში ჰარმონიას, ეს არის შემრიგებელი ტიპაში, ეს არის კონფლიქტების მომგვარებელი ტიპაში და არა კონფლიქტების შემქმნელი. და ეს ზოგჯერ მათი პრობლემაც ხდება, მერყეობა, სასწორისთვის დამახასიათებელი სიტუაცია, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში უჭირთ, ძალიან მერყეობენ ხშირად, არიან ზედმეტად სხვების აზრზე, ან დამოკიდებული, ან მნიშვნელოვანი არის მათთვის თანამშრომლობა საზოგადოებასთან ურთიერთობა. რა ბედნიერებს ასეთ ადამიანს? მაღალი კულტურული საზოგადოება, სასწორი ეს ყოველთვის ელიტასთან არის დაკავშირებული. იმ საზოგადოებასთან, სადაც საზღვრები არის დაცული მაგალითად, კონსულტაციები სასწორი არის ჩვენთან და ძალიან ხშირად ესეთი ადამიანი კარგი იურისტი შეიძლება გახდეს, რომელიც კონსულტაციებს ატარებს კლიენტებთან მაგალითად, იურიდიული სფერო სასწორი არის, მათ აინტერესებთ კანონი, აინტერესებთ ურთიერთობები, დიპლომატიური სამსახური, ხშირად დიპლომატიის სფეროში გვხვდებიან ამ იუპიტერის ხალხი და თან ეს არის, იცით როგორი ენერგია, აი იუპიტერი მერწყული, მე ავხსნი თუ არის, რომ აი ყველასთან კარგად ვარ, ხალხი მიყვარს. სასწორი არის ძალიან სპეციფიური, აი ვინც მაგალითად სასწორ იუპიტერით მუშაობს, როგორც წესი ძალიან შეიძლება ვიწრო საზოგადოებაზე იმუშაოს, ელიტარულ საზოგადოებაზე იმუშაოს ამ ადამიანმა. მაგალითად, სილამაზის სალონი კონდეს იუპიტერ სასწორს, რომელიც მხოლოდ ძალიან ბრწყალებში ვამბობ ახლა, რა თქმა უნდა, ვუტრირებ, უბრალოდ არც რო ჩაწოდეთ, მხოლოდ ელიტაზე მუშაობდეს, როცა სილამაზის სალონი კი არის სასწორული ენერგია, მაგრამ იქ მერწყულური ენერგია არის. ყველა კატეგორიის ხალხი შეიძლება იქ მივიდეს, ხო, აბსოლუტურად და ხშირად ამ იუპიტერ მერწყულები სილამაზის სალონში არიან მაგალითად, ხო, მაგრამ სასწორი თუ ყავს ადამიანს, ეს იქნება უფრო არამასებზე მომუშავე, ელიტაზე მომუშავე, ხო, აი რაღაც ისეთ ცოტა სხვა იუპიტერ ლომსაც ახასიათებს ეს, რომ ის გავლენებში უნდა იყოს მარტო, მართველობით სფეროში უნდა იყოს მარტო და სასწორიც ესე არის, ამიტომ დიპლომატიურ სამსახურში ხშირად ხდება ხოლმე ამ იუპიტერის ხალხი, იმიტომ რომ აი ეს ელიტარული საზოგადოება, მაღალი საზოგადოება, როგორც წესი ჩვენთან სასწორი არის. და ძალიან არიან ხოლმე ასევე აი ამ კულტურულობაზე დამოკიდებულები და ეს მე შინაგანი ოჭოფობა სასწორული მერყეობა გადაწყვეტილების მიღებებში, ან ოღონდ აგრესია და კონფლიქტი არ იყოს და მე სულ ჰარმონიული ვარ და მე ეს ხდება ხოლმე პრობლემა ძალიან დიდი. ეს არის ემოციების კუთხითაც, ახლა ვენერას ენერგია არის სასწორი და ურთიერთობებშიც შეიძლება ეს იყოს ზედმეტი მოთხოვნილება საზღვრების დაცვის, კულტურულობის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? და პრობლემები შეიძლება გაჩნდეს აქედან, რომ პარტნიორებისგან მოითხოვდნენ ზედმიწევნით სამართლიანობას, თანასწორობას, ჰარმონიულობას და ეს თუ დაზიანებულია იუპიტერი, ამას ვერ ვიღებთ და მე ვიწყებთ რაღაც შეიძლება სამართლებრივი დავებიც კი მოხდეს იუპიტერის სასწორის შემთხვევაში, ხო? ანუ დიდი სამართლე, გახმაურებული სამართლებრივი დავის ტენდენციაც შეიძლება იყოს, ან ბევრი ქორწინება მაგალითად შეიძლება იყოს, თუმცა მე ეგეთი არ შემხედრია.
მაინც იღბლიან ქორწინებას უფრო დავარქმევდი ამ მდებარეობას, მაგრამ ხშირად არის სილამაზისკენ გადამეტებული სწრაფვა, ან უბრალოდ შინაგანის სწრაფვა, ჰარმონიისკენ, ხელოვნებისკენ, ხშირად არის რაღაც ესეთი ან მოდის სფეროში მუშაობენ მაგალითად, ან იმიტომ რომ სასწორი ეს ელიტა არის, მოდა არის, რაღაც ან აბედნიერებთ მაგ ატმოსფეროში ყოფნა. სადაც მაღალი საზოგადოება ტრიალებს. ხო, აი ძალიან ახლოს არის ხოლმე ლომის იუპიტერთან, ამიტომ გეუბნებით, ოღონდ იქ არის ცოტა კაშკაში, აქ არის რაღაც ისეთი საზოგადოება, სადაც საზღვრები არის დაცული, სადაც თავშეკავებული ურთიერთობები არის, რომელიც უსეპკი არ იტყვის ვიღაცა რაც მოუვა თავში და დააბრეხვებს, ანუ კულტურულობა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. აი ეს უზის ყველა იუპიტერ სასწორს შინაგანად ძლიერი მოთხოვნილება, აი ამ საზღვრების დაცვის, აი ამ შინაგანი ჰარმონია არ უნდა დაიწყოს ურთიერთობაში მაგალითად, მე თუ რამე არ მომწონს, ახლა მე იუპიტერის სასწორი მყავს და მაგალითად ძალიან ყურადღებით შევისწავლე სწორი კონფლიქტი ფსიქოლოგიურად როგორ უნდა მოხდეს, ხო და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ შემიძლია გამოვხატო ჩემი შეხედულებები მშვიდად დიპლომატიურად განწყობილების გარეშე, ხო? ხო და აი ეს აბედნიერებთ, როგორც კი ინსტრუმენტად იჭერენ დიპლომატიურ კულტურულ ენას, ესე რომ ვთქვათ, და იუპიტერი ვერძი საერთოდ არ აინტერესებს პირიქით უმართლებს, რაც უფრო პირდაპირ იტყვის ღირსეულად, სამართლიანად, რაღაცა ბრძოლით. იუპიტერის სასწორი ეგრევე ეწყება მერყეობა. ეხლა ჯობია, არ თქვა ჯობია, თავი შეიკავა ჯობია, კულტურულად თქვა. აი ეს რყევები, იმდენად ვიდის ხელმე, რომ შეიძლება აქ დაიკარგოს. ამ გადაუწყვეტელობაში დაიკარგოს. ასე რომ ესეც ცალკე პრობლემა არის ხოლმე მათაც. ეხლა ვინც ჩემთან მოდიან იუპიტერის სასწორები, ძალიან ბევრი რამე შეიძლება არ თქვან ზუსტად აი ამ სასწორის გამო, რომ არ დაიკარგოს ბალანსი. ეს ტენდენცია ძალიან გამოხატული არის ხოლმე ამ იუპიტერისთვის, ანუ ადიდებს კიდეც შარმს, სასწორულს, რომ უბრალოდ შეიძლება ძალიან მომხიბლელი, ან ძალიან ესთეტური, ან ძალიან კულტურული იყოს ადამიანი, ან ძალიან ინტელიგენტური შეიძლება იყოს, ბევრი იუპიტერის სასწორი არის მაგალითად ამ ტენდენციით, რომ აი რაღაცნაირად კულტურულები შეიძლება იყვნენ და აქ შეიძლება ადამიანი ძალიან იყოს დამოკიდებული აი ამ ჰარმონიებში გაიჭედოს და ზოგჯერ არის საჭირო რაღაც ისეთი დაპირისპირება, რომელსაც მე რყევა ეწყებათ, ხო, შინაგანი და ესეც პრობლემა არის გარკვეულწილად. შემდეგ იუპიტერს მორიელით ძალიან საინტერესო მდებარეობა არის, ამაზე მე ავხსნი კარგად. ეხლა აქ გავჩერდები და თუ მაგალითად მოგეწონათ ეს ვიდეო, შეგიძლიათ დალაიქოთ, შეგიძლიათ კომენტარებით ამიწეროთ და თქვენი აზრის გამოხატოთ, მაგალითად როგორ მუშაობს თქვენი იუპიტერი. და ეხლა დაგემშვიდობებით და დროებით მაშინ.